შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ესტონეთში ვიზიტისას ნატოს მოუწოდა უკრაინასთან ერთად საქართველოს და მოლდოვას თავდაცვის უნარიანობის ამაღლებაში დაეხმაროს. ბარაკ ობამას თქმით, ალიანსმა ბევრი უნდა გააკეთოს მისი პარტნიორების გასაძლიერებლად. ობამამ ასევე განაცხადა, რომ შეერთებული შტატები ბალტიის ქვეყნებში საკუთარ სამხედროებს განათავსებს. Აქ ჩამოვედი პირველ რიგში იმის გამო, რომ დავადასტურო შეერთებული შტატების ვალდებულებები ესტონეთის უსაფრთხოების დაცვის თვალსაზრისით. Როგორც ნატოს წევრები, ჩვენ კოლექტიური თავდაცვის შესახებ მეხუთე მუხლის ერთგულები ვართ. დღეს მე შემიძლია განვაცხადო ახალი ინიციატივის შესახებ, რომელიც მოიცავს სამხედრო ავიაციის განლაგებას ჩრდილოეთ ბალტიის რეგიონში და ამისთვის საუკეთესო ადგილი აქ, ესტონეთში. ამ არის ავიაბაზა. ესტონეთის პრეზიდენტთან შეხვედრისას ობამამ რუსეთის ქმედებებს უკრაინაში აგრესია უწოდა, რომელიც ნაციონალისტური გზნობებით იმართება, რაც ისტორიულად ძალიან საშიშია. მისი თქმით, რუსეთი ამ აგრესიისთვის მძიმე საფასურს გადაიხდის. ესტონეთის პრეზიდენტმა ტომას ჰედრიკ ილვესმა თავის მხრივ აღნიშნა, რომ ნატო და ევროკავშირი უკრაინის პოლიტიკურ, ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ მხარდაჭერას გაზრდიან.